მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლა თითქმის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის აქტუალური საკითხია. წონის კონტროლი და კვება მნიშვნელოვანია, რადგან ის ხშირად სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ფაქტორი გახლავთ. თუ გსურთ მომატებულ კილოგრამებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაემშვიდობოთ, მაშინ შემოგვერთდით, რადგან Gold's Gym-ის პერსონალური მწვრთნელი მარიამ გეგი ახლა საჭირო რეკომენდაციებს გაგვიზიარებს. პრობლემატური ზონები უმეტესად არის ხოლმე სხეულის ქვედა ნაწილი, მაგალითად ბარძაყები, თეძოები, გვერდები. ამასთან დაკავშირებით ამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ვარჯიშები, თუნდაც წონების გამოყენებით უშუალოდ ტრენაჟერებზე და ასევე აერობული დატვირთვები, მაღალი ინტენსიური კარდიო დატვირთვები. დავიწყოთ ჩაჯდომებით. მუხლები უნდა იყოს დაფიქსირებული 90 გრადუსზე. მნიშვნელოვანია პრესის კუნთები, კორპუსი იყოს კარგად გამაგრებული და ხერხემლში ვიყოთ გამართული, კერდით ვიყურებოდეთ წინ. მეორე ვარიანტი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩაჯდომასთან ერთად ფეხის გვერდით აწევა, მოძრაობას ვაკეთოთ ფიქსირებულად და ნელ ტემპში. პარალელურად დავიწყოთ ლანჯების გაკეთებაც. მნიშვნელოვანია ფეხი იყოს 90 გრადუსზე ჩაჯდომის პროცესში და ამოსვლის დროს არ ამოვდივართ ბოლომდე. მუხს ოდნავ ტოვებთ მოხრილ მდგომარეობაში. და მნიშვნელოვანია პრესის კორპუსის კუნთები იყოს კარგად გამაგრებული და გამკროვებული. შეგვიძლია მოძრაობა მეტად გავართულოთ და ლანჯებთან ერთად პარალელურად ფეხის ზედა ზონაში ამოწევას გავაკეთოთ. მეტი სირთულისთვის, რათა მეტად ჩავთოთ აერობული ზონა. დაახლოებით 3-4 ჯერ გამეორებული ეს კომპლექსური ვარჯიში ძალიან ეფექტური იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის და რაც ყველაზე საინტერესო და სასიხარულო არის ის, რომ შეგვიძლია თითოეული მათგანი გავაკეთოთ სახლის პირობებში. ვფიქრობ, რომ ასეთია შემდეგი ვარჯიშიც, ხო? დიახ, შეგვიძლია გავაკეთოთ სტეპის დახმარებით აერობული დატვირთვა. სახლის პირობებში შესაძლებელია რაიმე ამაღლებული საგანი გამოვიყენოთ, ან თუნდაც ასევე წონების დამატებით უფრო მეტი სირთულე შევმატოთ ჩვენს ვარჯიშს. თავი არის არ მოხდეს ტერფის მთლიანად დადება, უნდა ვიმუშაოთ სერების დახმარებით. პლუს წონები ასევე გვეხმარება სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად. კარგია. შეგვიძლია ტემპი ავაჩქაროთ. სადაც ვიგრძნობთ უკვე რომ ჩვენი გულისცემა საკმაოდ დაჩქარდება, შეგვიძლია დავისვენოთ. როგორც აღმოჩნდა, ზედმეტ კილოგრამებთან გამოსამშვიდობებლად ძალიან ეფექტური ყოფილა მაღალი ინტენსივობის აერობული ვარჯიშები. დიახ, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კვებასთან გაკავშირებით გარკვეული დეტალები. კონკრეტულად რომელი საკვები პროდუქტები არ უნდა მივიღოთ და ასევე რამდენი დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერვალურ კვებას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია შევამციროთ კალორიები. რადგან კალორიების დეფიციტით ჩვენ ყოველ შემთხვევაში გვჭირდება პლუს ვარჯიშებთან ერთად კალორიების დაწვის პარალელურად გვჭირდება ეს პროცესი ცხიმის წვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ქალების შემთხვევაში ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისთვის ორგანიზმს მიეწოდებოდეს ყველა საჭირო ნუტრიენტი, როგორიც არის ცილა, ცხიმები და ნახშირწყლები. და უშუალოდ წონის კლების პროცესისთვის მნიშვნელოვანია ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება და ცილის რაოდენობის გაზრდა ჩვენს კვების რაციონში. აუცილებელია დღის დაწყება საუზმით, თუნდაც იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ საჭირო რაოდენობით მივეწოდოთ ორგანიზმს კალორიები და განსაკუთრებით საღამო საათებში არ გამძაფრდეს ჩვენი შიმშილის მოთხოვნილება. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიკვებოთ თუნდაც ხშირ-ხშირად და შედარებით მცირე ულუფებად. ასევე არსებობს მსგავსი გავრცელებული მოსაზრება, რომ წონებით ვარჯიში იწვევს მასის ზრდას. ფართოდ გავრცელებული მითია, ქალების შემთხვევაში ძალიან რთულია თუნდაც კუნთის მასის ზრდა, შესაბამისად წონებით ვარჯიშები გვეხმარება რომ კალორიები უფრო მარტივად დავწვათ, გარდა ამისა წონის კლების პროცესში სხეულზე ვრჩება ლამაზად გამოკვეთილი ფორმები და ლამაზი რელეფი. იმისთვის რომ ტონუსში მოვიყვანოთ ჩვენი სხეული და განვაგრძოთ ის პროცესი, რომელიც დავიწყეთ, ახლა რა უნდა შევასრულოთ? კი ბატონო, პირველი რაც შეგვიძლია დავიწყოთ, ეს არის ქალების შემთხვევაში ერთ-ერთი საყვარელი ვარჯიში, ხიდის ტრენაჟერი. მნიშვნელოვანი არის მოძრაობა არ შესრულდეს წელით.
წელი უნდა იყოს გამყარებული, მუცლის პრესი გამყარებული, წონას ვწევთ საჯდომის გუნთის მეშვეობით. კარგია? ასევე მნიშვნელოვანია ფეხები გამოთავსოთ 90 გრადუსზე, რათა მაქსიმალური ეფექტურობით ჩაერთოს ჩვენი საჯდომის გუნთი. ბოლოს რაც შემიძლიათ შემოგთავაზოთ, ეს არის კიბეზე შესრულებული ინტენსიური აერობული დატვირთვა, რაც ასევე იდეალურია ფეხის კუნთების ტონუსში მოსაყვანად. უკვე ვიცით, როგორ მოვიყვანოთ საკუთარი სხეული ტონუსში, გამოვემშვიდობებთ ზედმეტ კილოგრამებს, დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებს, მე კი მომდევნო კვირამდე გემშვიდობებით Gold's Gym-დან ნახვამდის.